ჩვენ ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia, ჰიპერმარკეტი მოდუსი და ფორდილერი. გამარჯობათ მეგობრებო, ასი განწერბო კარგი ხარ. გამარჯობათ. ბარბარობა და გადავწყვიტეთ გავაკეთოთ ლობიანი. ლობიანი არის ბევრნაირი. ჩვენ ერთ-ერთი სახეობის ლობიანი გავაკეთოთ. ამისთვის დაგჭირდება ლობიო, სასროლი იყოს თეთრი, ანჭრელი, გორული ლობიო, იმიტომ რომ გორული ლობიო არის ყველაზე მაგარი ლობიო. მაგაზე ვინც გინდათ შემედავეთ რა. ყველაზე გემრიელი ლობიოა, რა ვიცი, საქართველოს როგორც ვიცი. ცომი რომელიც ვიყიდე, ცომთან ცოტა ისე უკაცრავათავარ. აიღებთ ლობიოს და მოხარშავთ, მერე დაჭყლიტავთ და ხავს მოსუსხავთ. ეხლა აღარ მინდოდა მეჩვენებინე ხალხის მოსუსხვა და მთელი ამბავი. ხავს მოსუსხავთ ნიშნავს, რომ ტაფაზე დაყრით, ცოტა ზეც გაუკეთებთ და რომ მოისუსხება ლობიოში აურეთ. დააყრით. მარილს და ამას მეტი არაფერი არ უნდა რა. არ ეხლა ზოგი კი ეძახის რომ არიქა ისაო რა ქვია რაღაცა იმებს უღრებენში კიდე რა და არაფერი შერევა არ უნდა რა უცხოსუნელი და რაღაცები არ უნდა. უბრალოდ უნდა აი ესეთი ლობიო რა აი ეს. ლობიო თხელი არ უნდა იყოს, სქელი უნდა იყოს. ეხლა მე რო თქვა რომ ძალიან მაგარი მელობიება მეთქი მოგატყუებთ. მოგეთ აი ესე და მე ვაკეთებთ აი ბატონმა ვანო მანიშნა იღებთ კარაქს ზოგი ამას არ აკეთებს რა. ანუ ეხლა იქ რო სალობიებში და მაღაზიებში რო ყიდულობთ იქ ესე კარაქს ალბათ არ ადებენ რა. თუ ვინმე დებთ მომიტევეთ. ლობიოს გამკეთებლებო და ვაკეთებ აი ესეთ რაღაცას. უყურეთ ბატონო დავით. ისმე. ლობიანი გიჭამია? ადრე ვჭამე ძალიან. და მაინც კაი შთაბეჭდილება არ დაგიტოვა, ხო, როგორც ის. შენი იმიდან. გადმოსახედით. შენი გადმოსახედით. ანუ ჯერ ხინკალივით უნდა გააკეთოთ. ერთმა შემეკითხა, უცხოელი იყო რა, რომ ხაჭაპურში ყველს როგორ დადებდოთ რა, მეთქი ბავშვობიდან მეთქი ეგრეა. მოკლედ ხლა არ ამგონია რომ მე მაგარი გამომივიდეს, მაგრამ ყველა ვარიანტში ვეცდები რომ გამომივიდეს მაგარი. მანამდე ტაფა უნდა დადოთ და გააცხელოთ. ოღონდ ესე რაღაცა საშინლად კი არა. საშუალო დონეზე და ცოტა კარაქი უნდა დააგდოთ. ანუ ესეთი რაღაცაა. აი ესე. ესე. მოკლედ სუპერ ლობიანი გამოვა. ბატონო დავით. ისმე. ეხლა მე კარაქს დავაგდებ. და იმედია, რომელიც ცხელია. აი ესე, ხო? აჰა, გაცხელდეს. რას რეალე? რას რეალე? ცხელია ტაფა და მაგრამ სიზამს კაცო. ავიღებ ეხლა ამას. რა ცოტა ინგრედიენტი უნდა? როგორ? ლობიანს რა ცოტა ინგრედიენტი უნდა თქვა? ლობიოს უნდა ლობიანი, რაცო? ლობიანს უნდა ლობიო. არ ცოტა ინგრედიენტი უნდა რა. ანუ თან ადვილი გასაკეთებელია ძალიან. არა, ამას ერთი მუღამია კიდე. როცა ამას და მალე კეთდება. უნდა გააკეთოთ სიყვარულით, გაიგე? თუ სიყვარულით არ აკეთებ, არაფერი არ გამოვა. აი რო გაჭმევ ნახავ რა. მე ახლა ხო იცი რომ მაგრამ მიყვარხარ. იმიტომაც გავაკეთე სიყვარულით. მოკლედ. თუ კინის ღუმელი არა გაქვთ, ესეთი რაღაცა შეგიძლიათ გააკეთოთ გაზგურაზე. ჩადეთ ტაფაში ან ბუხარში, კეცში ან რაღაცა. ჩვენ რა ვიცი, ისეთი გზით წავედით, რომ რახან ღუმელი გვაქვს და გვეღირს, ხო კიდე რა უნდა მეთქვა, ქოხში ვზივართ ისე ჩვენთან. არის დაახლოებით 1-8 საათი და გარეთ არის 6 გრადუსი ყინვა. ცივა რა, საკმაოდ ისე ცივა, ახალი ამოსულები ვართ ტყეში და ეხლა დაველოდოთ. თვალის ზომით შევხედე ხა პურს რამდენი ხანიც უნდა გამოცხობა, ცომი პურად რო იქცეს, ლობი უკვე მოხარშული არაფერი არ უნდა, მე გადმოვატრიალებ მაგასაც გაჩვენებთ და გადმოვიღოთ და გავსინჯოთ. ეს ბატონო დავით
ეს ამბავი უნდა ამოვატრიალოთ ეხლა. ჩვენი სპონსორია აი ესე. ანუ ეს ამოვატრიალეთ. დავახურეთ და აი რამდენი ხანით ამას უნდა ცოტა ზედ მოიწვა. იმას მე გადავხიკა და ეგ არა უშავს. ცოტა შეიძლება გემოქონდეს იმისი, ხო? ნახშირის. ხო და გადმოვიღო და გაჩვენეთ რანაირი გამოვიდა. ბატონო დავით. ისმე. მე მგონია რომ ჩვენი ლობიანი გამოცხა. დადგაჟამი თუ ხო. არის ეგეთი რაღაცა რომ ობლის კვერი სხვა და გვიან გამოცხა. ხო და გაბავნახოთ რა გამოვიდა. აბა ბატონო დავით გაიწე. ოპა აი ეს. გაბავნახოთ რა გამოვიდა. ძალიან მაგარი ცხელია. სანამ ეს გაცივდება ვილაპარაკოთ ვისკებზე. სადაური ვისკებით. ირლანდიური. იდე? რავი, ბურბონებიც ვიცი ამერიკული. ამერიკული ბურბონი. აი. მოდი ესეთი რაღაც ვთქოთ. აი ეს ვისკი. არ ვიცი. აი ესეთი ვისკი რა. ეხლა მე ვთქვა რომ ხა? მინახავს ესე. მაგრამ ვიცი რომ მწვანე თავიანი ვისკებს არის ირლანდიური. თუ მწვანე აქვს ჩაჩის ზემოდან 90% არის ირლანდიური. ტულამორი ქვია. ტულამორ დევ. დევი დევს არ ნიშნავს იმ გაგებით რაღაცა 9 თავიანი. ტულამორი კუნძულია. ირლანდიაში დევი არის დევიდ რაღაცა. ანუ სახელი გვარდა მამის სახელი. დავით არის დასალევი. მე არ ვიცი. ანუ ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ის არის რა. ვისკია. შენ საყვარელი ვისკი რომელია? აი როგორ გითხრა რა. ყველაზე კაი. ჩემი საყვარელი ვისკი არის ჯეიმისონი. მაგრამ აი ეს ძალიან აგავს ჯეიმისონს, ოღონდ ცოტა სხვანაირი ჯეიმსონს თუ ჯემისონს? რავი, ზოგი ჯეიმსონს ეძახის, ზოგი ჯემისონს ეძახის. ეგ არის ყოვლად გაურკვეველი ჩემთვის. მე ქართულად ვეძახი, რავი, ჯემისონს. გინდა ჩემ სპაიდერ კოსმოსს. აჰა, მოიტა ეს ბატონმა ვანუმრო. მაჩუკა. მიფეშკაშ. სპაიდერი რას ნიშნავს? ობობას. ესე იგი ობობიკო დანაგაკ. ობობიკო. მე ავიღოთ ბატონო დავით და ჩვენი დანები ცივი არაღი რაცა გვაქვს ცივი არაღი როგორ დანები ის ხნათ რა ქვია. ბატონო გოგო ეგ ტაფა გადმოდგი რა თორე გავიბოლებით აბა. აბა ვნახოთ. ხლა მე შენ გაწმევს სუპერლობიანს კარგად გაიჭრა. რავი აბა ჭრის და აი არ გავჭრა, აი ცხელი არ მოკიდო, ცხელია ძალიან. არ არის ცხელი? არის. კიდე ერთი ანდაზა გითხრა. არა. არ გინდა? თუ არ გინდა. ანდაზები სიბრძნის ის არის. გამოუშ. აჰა. ეს ის ლობიანი არ გეგონოს. რა ქვია? იმებში რო იყიდება, სალობიებში და რაღაცებში, ეს არის სუპერ ლობია. აჰა, მაგაი, რა გარდი ვიცი. 5-4 წელი არ მიჭამია ლობია. რატო? რავი, ერთხელ გავსინჯი არ მომეწონა და დღესაც გავსინჯავ და ვნახავ. აბა მიდი. ეს ლობიო არ არის, არის ლობიანი. ცხელი იქნება. ცხელი იქნება. გოგას მივართვათ. ინებეთ ბატონი გოგო. ჩემო, მიირთვი. ჩვენ აქ ძველი ჯარისკაცებიას მოგროვილი, აი დროშაც კი ჩამოვიდეთ. ხო და აი ბოთლო დავლევთ, მე საბრძოლო ყიჟინასაც შემოვძახებთ. შენ რა სიტყვა ბატონო დავით? როგორია? არ ვიცი, რა გამისინჯავს. აია. კარაქი რო უქენით. ამაში ლორსაც ადებენ ხოლმე, მაგრამ კარაქის არის ძალიან მაგარი. ეჩიჩიკაც მინდა რომ
მარტო ხო არ დავლებაც. მევინა. მევინადე რომ არ ჭამტიო. მიიღდი, რა არის? ნახშირიც გემოცა აქთან. ნახშირი ახლა შენ ნახშირიც ერთ ჯანმრთელობის მაგარი რაღაცა. აი ვისკია რა. მოდი პატივცემულო. ჩვენ შეერაღებულ ძალებს გავუმართოს. საქართველოს შეერაღებულ ძალებს. ყველა ღირსეულ ჯარისკაცს, ოფიცერს, კაპრალს და გენერალს გაუმართოს. წასულები ვინც არიან, ხსოვნა იყო მოგონება იმ ქვეყნად განათლება. გაუმართოს. ამინ. დიდება ჩვენ შეერაღებულ ძალებს. ამინ. აურა კაია. ისე ლობიანი და ვისკი ეთიმროს დაკვდება. ნახე მოგეწონა? მაგარია. ამით მეგობრებო. გამოგემშვიდობთ, კალაძანდებოდ. შემდეგ ვიდეომდე და მინდა რომ მოგილოცოთ ბარბარობა. ისი ბარბარი ვინ იყო? წმინდა მოწამე იყო. სანამ ქართველები ქრისტიანები გავხდებოდით იყო ეგეთი. მაგან გავვრცელა? არა. ორი სანამ ქრისტიანები გავხდებოდით. ხალხის გემოცა აქ. ხო, მოსუსხული ხალხის. ბარბალობა იყო. წარმართული ღმერთი იყო ბარბალე, რომელიც ბავშვებს მაშრებოდა, რა ქვია, იცავდა. მერე უკვე ქრისტიანები რო გავხდეთ. იყო ეგეთი ქალი, ბარბარე ერქვა, ქრისტიანობისთვის ეწამა და წმინდანი იყო. ან შეიძლება არ ეწამა, ზუსტად არ იცი, რომ წმინდანი იყო უეჭველი. და ქართველებს რახანეს მეხსიერებაში ბარბალე გვეჯდა და ამასაც ბარბარე ერქვა. უფრო შევითვისა და ბარბარობა საქართველოში აღნიშნავენ უფრო სხვანაირად. სხვა კუთხეში სხვადასხვა წესი აქვს, მაგრამ ძირითადად ესე იძახიან წითელი ღვინო, ლობიანი და თევზი უნდა იყოს. თევზი და წითელ ღვინოზე აბა რა მოგახსენო? ვისკი და ლობიანი კი იყოს, მაგრამ მაინც ვადღეგზელოთ რაც არის არშა. ეს დღე ბარბარობა, მოდი კიდე ერთი ჩიქა დავლიოთ ბატონით. ბატონ გოგასაც დაუსხამ. და აი ესე. ბარბარობას გილოცავთ. ამინ. მეტმა მრავალს დაგასწროს, მოდი პატივცემულო. მრავალს დაგვასწროს ღმერთმა და რავი, ჯანმრთელად. ბედნიერად და რავი, ხუჩა და ბარბარე იცავდეთ ჩვენ ქვეყანას და ბავშვებს და ჩვენ მომავალს და ყველა მომავალ თაობას წმინდა ბარბარე. ამინ. აი ეს ამით გამოგემშვიდობთ პატივცემულებო, კარგად ზანდებოდით შემდეგ ვიდეომდე. მაგარი. გემრიელია,